დავით რაზმაძე არის ღიად ეროვნული ინტერესების მოღალატე და დადგება დრო, შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ, თუმცა ძალიან მალე, როდესაც პასუხისგება მოუწევს თავისსავე ხელისუფლების ქოცების ჩადებული კანონის მიხედვით და მათ ჩადეს კანონში ხალატის მუხლით გასამართლება და გასამართლდებით ყველა, ვინც ახლა ხალატობს საქართველოს, ვინც რუსეთის ჯარს მადლობას უხდით იმისთვის, რომ შემოვიდნენ და აწიოკეს ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომ მათი დამსახურებით დღეს 10,000-ობით ადამიანი არის დევნილი თავისსავე ქვეყანაში, რომ მათი დამსახურებით ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, რომ მათი დამსახურებით ანწუხელიძე, რომელაშვილები და სხვა გმირები დღეს არა მიწის ზემოთ, არამედ მიწის ქვემოთ არიან, თუმცა ზემოთაც და ქვემოთაც მათი ადგილი გმირების სიაშია, განსხვავებით თქვენგან. პასუხი მოღალატეს არ შევეგუებით ოკუპაციას ამ სახელწოდებით გორში საკრებულოს შენობის მიმდებარედ აქცია გაიმართა. მონაწილეებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშების ფონზე გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტი მოითხოვეს. ჩემი მთავარი მესიჯი არის საქართველოს მოსახლეობა გაერკვეს ვინ არის მტერი და ვინ არის მოყარე. ორ დროშას ვებღაუჭები აქ. ეს არის რეჟიმი, რომელმაც დაამხო საქართველოს მისწრაფება დასავლურ ცივილურ სამყაროში. მოიძულა ორი ყველაზე მთავარი მოკავშირე, რომელიც მარჯვენა ხელში მყავს და მარცხენა ხელში. დაანგრია ეს დიდი ოჯახი, ანგრევს, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა აქვს. შეიჭრა ქართველის ყველა ოჯახში და ცდილობს დააპირისპიროს საზოგადოება ერთმანეთთან. რუსეთი არის ეს. ეს არის მტერი, რომელიც ანგრევს ქვეყანას შიგნიდან. უნდა გამოფხიზდეს თითეული ქართველი, მიხვდეს რაშიც არის საქმე, ბოლოს და ბოლოს მიიღოს გადაწყვეტილება და დაიბრუნოს თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლების სურვილი. დაიბრუნოს ყველა მეგობარი, რომელმაც გააჩერა მტერი 2008 წელს შავ ზღვაში შემოსვლის გზით. 7 აგვისტოს და არა 8-ში დაიწყო ომი სამაჩაბლოს რეგიონში. მაგრამ წესით მე რო ვინმე მკითხოს, ომი დიდი ხნის დაწყებული იყო ცხინვალის რეგიონში. საერთოდ ხალხის განწყობა როგორი იყო, ანტიქართული, ანტისაქართლოს განწყობა იყო, ვისი მხარდამჭერით, რუსეთის მხარდაჭერით. და ომი როდის დაიწყო და რატო დაიწყო და ვის ადანაშაულ, სისულელერს ბოდიალობს ეს თქვენი და თქვენსაც ვერ ვიტყვი რა ბოდიში, ეს ბატონი რაზმაძე. ანუ ყველანაირ უღირსობის ზღვარს გადაამეტა. უღირსობის ზღვარს გადაამეტა. როგორ გაბედა იმის თქმა, რომ ქართველი მეომრები თურმე მარადიორობდნენ და ვინმე მამაოს მოპარეს რაღაცა. ეს კაცი როგორ შეიძლება რომ კიდევ ყავდეთ საკრებულოში გორელებს როგორ შეიძლება ეს კაცი რომ კიდევ ყავდეთ საკრებულოში ხალხო? სერიოზული პრობლემა ის არის რომ სოფლიოში თავი წამოყო ისევ რომ დაიმკვიდროს და გაძლიერდეს და სოფლიო ბატონობა მოიპოვოს ბოროტმა ძალებმა. ესე იგი ფაქტია დიქტატურა. ხო და ჩვენ ახლა არჩევანის წინაშე ვდგევართ. გვინდა დიქტატურა რო იყოს საქართველოში, ესე იგი ქართველი ადამიანი თავისუფალი აღარ იყოს თავის აზროვნებაში, მოქმედებაში. თუ გვინდა რომ იყოს თავისუფლები, მართლა თავისუფლები. ამაზეა ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენ ფარხმალი არ უნდა დავყაროთ. აი ეგ არის ახლა პრობლემა. რასაკვირველია უკრაინის გამარჯვებაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. იმიტომ რომ ძირითადი ომი იქ მიმდინარეობს. ცნობისთვის საკრებულოში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ერთობლივი განცხადებით უკვე მიმართეს საკრებულოს აპარატს. იმპიჩმენტის საფუძველი ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული ინტერვიუ გახდა. ინტერვიუში ქართული ოცნების წევრი დავით რაზმაძე ამბობს, რომ მადლობელია რუსი სამხედროების, რომლებიც 2008 წლის ომის დროს გორში შევიდნენ. დავით რაზმაძემ ინტერვიუს დამახინჯებული უწოდა. ნიუ-იორკ ტაიმსის რედაქტორმა განმარტა, რომ რაზმაძის სიტყვები ზუსტად არის გადმოცემული.